მოგესალმებით GGC-ის არხზე. დღეს გვექნება საპილოტე ვიდეო, სადაც ჩვენ დაველაპარაკებით დამბრიელის დეველოპერს, თავად დეველოპერს გიორგი ჭყრუნიშვილს და გაგვაცნობს ამ თამაშის საინტერესო სიახლეებს, მოგვიყვება ისტორიებს, როგორ დაიწყო ამ თამაშის კეთება და როგორ მოვიდა დღემდე. Ola, დილამშვიდობები. ხო, ჭყრუ დამიძახე ხა, გიორგი ჭყრუნიშვილი არის. გიორგი, ჩვენი მაყურებელი ამჟამად თან ხედავს ჩვენს დამბრიელს. როგორი ლამაზი გარემო და ასე შემდეგ. პირველ კითხვას დავსვავ ასეც. სულ თავიდან რომ დავიწყოთ, ანუ როგორ დაიწყო ზოგადად ეს იდეა, როგორ ჩამოყალიბდა, საიდან დაიწყო და მაგაზე რომ გვესაუბრო პირველი ეტაპი რა იყო, ანუ იდეიდან უკვე რომ დაიწყეთ უშუალოდ დეველოპმენტზე გადასვლა. კაი ბატონო, მოკლედ პირველ რიგში სალამი, ძალიან მიხარია რომ დაიწყო როგორც იქნება პირველი პოდკასტი არის და პირველ რიგში ხო, მოკლედ დავიწყებ იმითი რომ ვინც არის ეს არის დამბრიელი, ანუ სულელი ანგელოზი, ასე ვთარგმნით ხოლმე ჩვენ. სულელი ანგელოზი მოკლედ მოგზაურობს ჯოჯოხეთში და ეს არის მეტროიდვანია ჟანრის თამაში, როგორც არის მაგალითად Hollow Knight-ი, Ori და ასე შემდეგ. და ამაზე მუშაობა დავიწყეთ უკვე აღარც მახსოვს მგონი 3 წლის წინ. და ეს 3 წლის წინ რო დავიწყეთ იდეიდან მუშაობდით პარალელურად ძალიან პასიურ რეჟიმში. იმიტომ რომ პარალელურად გქონდა აუთსორს პროექტებიც და თავისუფალ დროს მოკლედ მუშაობდით ხოლმე ამ პროექტზე. ეხლა რასაც უყურებთ სხვათა შორის ერთს იმას ვიტყვი რომ ზედმეტად ისე ვთქვათ ექსკლუზიურ კადრებს უყურებთ, იმიტომ რომ არსად არ გაგვიზიარებია საერთოდ ეს ბილდი. ეს არის ბოლო ბილდი ზოგადად რაც აქვს. ხო. სინცხალი ბილდი არის. ძირითადად ყველა ვისაც რამე უნახავს არის დემო ვერსია, რომელიც Steam-ზე დევს, დაახლოებით 1 წლის წინ დავდეთ Steam-ზე. და იქ მოკლედ რაღაც პატარა ლოკაცია არის, რომელიც აქ საერთოდ არ გვხვდება. მოკლედ დაახლოებით რო ვთქვა, პირველად როცა დავიწყეთ ამაზე მუშაობა, მქონდა სხვადასხვა ტიპის იდეები. რატომაც გადავწყვიტეთ ეს იდეა უშუალოდ რომ დამბრიელი გაგვიკეთებინა, იყო ის რომ იმ მომენტისთვის ჩვენი თიმის, ესე ვთქვათ, ყველაზე ძლიერი მხარე რაც იყო 2D არტი და პარალელურად მოკლედ მოვიკვლიეთ როგორ უნდა რა პროექტი შეგვეძლო ისეთი გაგვეკეთებინა, რასაც უეჭველად გავიყვანდით ბოლოში, თან ასე თუ ისე ხარისხიანი იქნებოდა და ასე თუ ისე, ანუ რაღაც სხვანაირი იქნებოდა, ანუ არსებულ პროექტებთან შედარებით. და ამ იდეით მოკლედ ჩვენი ართ დირექტორი როინი მოვიდა ამ იდეით და წარა ყველა მომხდა. ყველა მომხდა. ეს არის ჩვენი პირველი ბოსი, ამაზე ვიტყვი რომ ხო, ამ დროს საერთოდ არ გაქვს არაფერი რომ იბრძოლო თამაში და გიწევს რომ უბრალოდ პლატფორმინგით მოიგო ეს პირველი ბოსი. ასე რომ ასეთი მაყურებელს შევახსენებ რა ვიტყვი რომ არ ვარ ამ ტიპის თამაშების მოთამაშე და ალბათ ძალიან ბევრს ჩემს სიკვდილს ინახავთ დღეს. ნახავთ. რა მაინტერესებს კიდევ ერთი მომდევნო კითხვა არის თვითონ სტილი, ანუ ვიზუალური გადაწყვეტა, საიდან დაიწყო, როგორ მიხოდით ამ ეტაპამდე და თვითონ იტერაციების რაოდენობა რა, ანუ მესმის რომ თავიდან სხვა იდეები იყო, ვიზუალური წარმოდგენა უფრო სხვანაირი იქნებოდა და ბოლოს ესეთი გვაქვს. ანუ რა მოხდა მანდ, რა როგორ გადაწყვიტეთ და რის მიხედვით არჩიეთ თვითონ ეს სტილი, იმიტომ რომ ძალიან მომწონს ეს სტილი ყოველთვის ყველასთან აღნიშნა რომ ეს სტილი არის რაღაც საოცარი. საოცარი. კაი, მოკლედ ეს საოცარი ვიზუალი რო გითხრა, საიდან მივიღეთ არის ასეთი რამე. თავიდან მოკლედ პირველ რიგში როგორც თქვი, ჩვენმა დირექტორმა გააკეთა კონცეპტ არტი, სადაც უშუალოდ ჩანდა ესე ვთქვათ ქერექტერი, გარემო, რომ ეს ჯოჯოხეთში იყო ყველაფერი და რა ტიპის გარემო უნდა ყოფილიყო. შემდეგ უკვე დავიწყეთ სხვადასხვა ტიპის ვიზუალის მომზადება. რო გითხრა რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა ვარიაცია გავაკეთეთ თქო მოგატყუებ, მაგრამ ანუ უშუალოდ ასეთ რენდერის სტილზე რო გავსულიყავით რა.
მაგრამ ბევრი ისეთი ასეტი და ლოკაცია დავხატეთ, სადაც მივხვდით, რომ მაგალითად პირველად რო გავაკეთეთ ლოკაცია, მოგვეწონა ბევრი რაღაც, მაგრამ უშუალოდ თამაშად რო ავაწყეთ ეს არ იყო, ესე ვთქვათ, დინამიური, იმიტომ რომ 2D-ში რო უყურებ რაღაცა შეიძლება ლამაზია, მაგრამ სამყარო რო ასე ვთქვათ 3D არის და პარალაქსი არის. რა 3D არ არის 2D-ია, მაგრამ 3D სამყაროში არის 2D ობიექტები, რომელიც ქმნის პარალაქსს. ბექგრაუნდი რო. ხო. აი ეგ უკვე ბევრი ცდის შედეგად მივიღეთ, ანუ როცა უკვე დავხატეთ ბევრი რაღაც, მე ეს PSD ერთი გარემო მთლიანად დავხატეთ, მე ეს ყველაფერი შევიტანეთ ძრავში. ამ ძრავში მე მივიღეთ ისეთი რაღაც, რომ თურმე ძალიან ბევრი ობიექტი გჭირდება იმისთვის, რომ ეს პარალაქსი ძალიან ლამაზად შეიქმნას და პლუს ამას ეფექტები ძალიან ბევრ რაღაცას ასრულებს. აი თუ შეხედავ გარემოში, თუნდაც აი ეს წინა მხარეს გვაქვს რაღაც სხვა ლეიერი, რომელიც არის მუქი, რაც უფრო დამრიელისკენ მივდივართ, უფრო შარპი ხდება და დეტალიზებული და ბექგრაუნდზე რო შევხედოთ, აი ასე თუ ისე ჩანს ობიექტები და ბექგრაუნდზე საერთოდ რაღაც ჭრდილებად და უფრო ფოკუსში იკარგება ყველაფერი რა. ანუ ასე ვთქვათ, ლეიერებად გვაქვს ყველაფერი დახარისხებული და რაც უფრო წინ ან უკან არის, უფრო ნაკლებად ხილვადი ხდება ეს ყველაფერი. და ვიზუალი რო გითხრა, გვინდოდა რომ რაღაცნაირად უფრო ფერადი ყოფილიყო, ასე თუ ისე და ორი იყო, ანუ Ori and the Will of the Wisps რო არის თამაში. ანუ ეგ თამაში იყო ერთ-ერთი, ესე ვთქვათ, ვიზუალური ინსპირაცია. იმისთვის, რომ მივსულიყავით აქ ასეთ სტილზე. მე ხომ თლაც ისევე რო ვართ მისული, იმიტომ რომ რავი, Moon Studio მაგალითად, რომელიც იყო დეველოპერი Ori-ის თამაშის, მოკლედ, რა ვიცი, Microsoft-ის დაქვემდებარებული სტუდია იყო, მოკლედ ასე ვთქვათ და და ქონდათ ბევრი რესურსი. ხო, დასაწყისში, როგორც ვიცი, ძალიან დიდი რესურსი არ ქონდათ, მაგრამ მერე უკვე როცა აჩვენეს, რომ ნამდვილად შეეძლოთ, რომ კარგი პროდუქტი შეექმნათ, მაგ დროს უკვე ძალიან დახვეწეს რა. გასაგებია. ახლა მაინტერესებს, აი უკვე რო დაიწყე, დეველოპმენტი დაწყებული არის და გინდა გაიგო, ანუ რამდენად სწორ რაღაცას აკეთებ. ანუ აი მაგალითად ჯერ ხჩატარებდი რესერჩს, რომ ანუ ამ ტიპის თამაში მეტროიდვანი რამდენად მოთხოვნადი, ასე შემდეგ, ჩვეულებრივ როგორც ხდება ხოლმე. მაგრამ უკვე გინდოდა უკავშირი უშუალოდ მოთამაშეებისგან, ანუ ამ ტიპის თამაშების მოთამაშეებისგან. ანუ აი მანდ როგორ გახვედი ფიდბექზე და ანუ რამდენად თავიდანვე რამდენად ითვალისწინებდი მაგალითად კომიუნიტის აზრს, ну რა კომიტიც იმ მომენტში ბაზარზე იყო. კი ბატონო, მოკლედ მაგაზე შემიძლია ასეთი რაღაც ვქვა. პირველად როცა იდეაზე ჩამოვყალიბდით რა, იდეები დავაგენერირეთ იმ ჭრილში, რომ მოკლედ ჩვენი რესურსით მაქსიმალური შედეგი დაგვედო. ეს უეჭველად ყოფილიყო, ასე ვთქვათ, გაკეთებადი, ნამდვილად და ჩვენი რესურსებს არ აღემატებოდა. და შემდეგ უკვე ჩვენი მიზანი იყო, რომ პირველი რაღაც პროტოტიპი გაგვეკეთებინა, რომლითაც მოკლედ ხალხს ვაჩვენებდით რა, ამ ჩვენს პირველ სტეპებს რა. ეხლა რასაც ხედავ არის დიალოგები, რომელიც ჯერ სატესტო ტექსტები არ წერია, იმიტომ რომ სატესტო არის, მაგრამ რა თქმა უნდა, აქ გვექნება რაღაც საინტერესო რაღაცები. და ესე იგი, რას ვამბობდი ტესტირებაზე, ხო? ძალიან მაგარი რაღაც იყო. ანუ აი პირველი ფიდბექის როცა ჯერ კიდევ თამაში ბოლომდე არ გქონდა მზად, თამაში რა, ანუ რაღაც თამაშებადი ვერსია საერთოდ არ იყო. ამის გამო გქონდა გაზიარებული community-ში მხოლოდ რაღაც სკრინშოტები, პატარა ვიდეოები ბრძოლის და ასე შემდეგ, ძირითადად Reddit-ზე. და სხვათა შორის, ანუ ძალიან ბევრი კომენტარი გვეგროვდებოდა ხოლმე, უბრალო პოსტზე, სადაც, რა ვიცი, დიდად თავიდან არ ველოდით, რომ რაღაც საერთოდ ვინმე რამეს დააკომენტარებდა რა. მაგრამ გამოჩნდა ვიღაცები, ვინც რეალურად აღნიშნავდნენ, რომ პირველ რიგში ვიზუალი მოწონდათ და რაღაც ანიმაციები განსაკუთრებით რა. და ჩვენც ძალიან გაგვისწორდა, იმიტომ რომ პირველი სტეპი ეგ იყო, იმიტომ რომ თამაშს როცა პირველად ხედავ არის, რომ მოგეწონოს ვიზუალი, ხო და მერე არის უკვე, რავი, მექანიკები უნდა მოგეწონოს და დაგიტოვოს, ესე ვთქვათ, მოთამაშე უნდა დაიტოვოს, ხო? მოკლედ ის იყო პირველი სტეპი, როცა Reddit-ზე გავაზიარეთ და უკვე როცა
შევქმენით რაღაცა პირველადი ბილდი, სადაც ესე ვთქვათ, თამაშის gameplay კი არ იყო რაღაც პირველი რაღაც ინტრო იყო რა, 6-4-ის ნაწილი. მან გქონდა ეგ გქონდა გატანილი მოკლედ Digital Dragon-ზე, რომელიც არის პოლონეთში ერთ-ერთი ძალიან მაგარი ივენთი და საქართველოს სახელით, ასე ვთქვათ, National Showcase Award-ი ავიღეთ. ეგ იყო ერთ-ერთი კიდე პრუფი იმისი, რომ რაღაც ხელში გვეჭირა რაღაც საინტერესო და ისეთი პროდუქტი, რომელიც ესე ვთქვათ, რაღაცნაირად ხალხს დაამახსოვრდებოდა. შემდეგ უკვე ამის მერე შევქმენით მეორე წელს დაახლოებით შევქმენით უკვე დემო ვერსია, რომელიც ეხლაც კი ხელმისაწვდომი არის Steam-ზე, დაახლოებით 1 წლის წინ დავდეთ ეს და თუ სწორად მახსოვს, დაახლოებით 2000-მა კაცმა ითამაშა Steam-ზე და ძალიან ბევრი ფიდბექი დავაგროვეთ ჩვენს Discord-ზე. ანუ ბევრი ამბობდა, რომ მაგალითად რაღაც მექანიკაში რაღაცა თლად ვერ იყო ისეთი feeling-ი. ზოგიერთი ამბობდა, რომ მაგალითად რა boss fight-ი ძალიან რთული იყო. ზოგიერთი რაღაც ასე შემდეგ რა მოკლედ ძალიან ბევრი feedback-ი იყო ამის გარშემო და აი ერთ მნიშვნელოვანი საკითხი არის, ჩაგეკითხები აქვე feedback-ზე. ანუ აი მაგათად ღონისძიებებზე ყოფილ ვარ მეც, მიმიღია feedback-ი და იცი რა მაინტერესებს, ანუ როგორ ახერხებდი feedback-ის გაფილტრას. ანუ როგორ გებულობდი, ანუ ლოგიკურ feedback-ს გაძლევდნენ, რაც რეალურად თვლიდი რომ გამოგადგებოდა და რომელი იყო აი ძალიან რაღაც პერსონალური feedback-ები, ანუ მაგას როგორ საზღვრავდი. ნახე ხა როგორი რაღაცა feedback-ს რომ მოგცევს, ყველაფერი არ უნდა გაითვალისწინო. არა, ეგ რა თქმა უნდა, ანუ feedback-ს ყველასგან ვერ გაითვალისწინებ. რა ხა მაგალითად მე რო ჩემი პროექტი ავიღო და ვაჩვენო რაღაც ჩემ მეგობარს, რომელიც საერთოდ არ თამაშობს ესეთი ჟანრის თამაშს, ხო? მაგისგან feedback-ი, რომელიც ძალიან სპეციფიური არის, შეიძლება არ იყოს იმდენად სასარგებლო, რამდენადაც მაგალითად ისეთი ჟანრის მოთამაშისგან რომ მიიღო ეს feedback-ი, რომელიც მაგალითად თამაშობს Hollow Knight-ს ან რაღაც მსგავს, ხო, ჩვენი თამაშის გარშემო. ამიტომ პირველ რიგში იყო ეგეთი კითხვები, რომ გითამაშია თუ არა სხვა თამაში მსგავსი და პლუს როცა Steam-ზე აკეთებ playtests ან თუნდაც demo ვერსიას დებ და იღებ feedback-ს, ხო? ძირითადად ის ადამიანები თამაშობენ, ვისაც აინტერესებთ, იმიტომ რომ Steam-ზე რო პოულობ რაღაც თამაშს არ გადმოწერ უბრალოდ იმისთვის, რომ აი ესენი კარგი ბიჭები არიან და მოდი რაღაც გადმოწერ და ვნახავ რა არის. ანუ ესე იგი ეს ჟანრი აინტერესებს და ამოუგდო Steam-მა, რომ შეიძლება ეს გაინტერესებდეს და მაგ ადამიანების feedback-ი არის ხოლმე საინტერესო. მაგალითად წერენ ხოლმე, რომ ძალიან მომეწონა ესა და ეს, მაგრამ არ მომეწონა ეს და ეს. აი მაგალითად რაღაცა აკლდა თამაშს ან მაგალითად რაღაც feeling-ი არ იყო, თუნდაც რავი, აი ანიმაციები იყო ძალიან ნელი ან რაღაც მსგავსი. ასე რომ აი Steam-ზე გაფილტრული feedback-ი, Reddit-იდან გაფილტრული feedback-ი, ანუ ხალხისგან ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ რა. იმიტომ რომ ძირითად შემთხვევაში ვიტყოდი, რომ თუ რაღაცა მართლა ცუდი აქვს შენ თამაშს, აუცილებლად გექნება მაგ ეგ feedback-ი რამდენიმე ადამიანისგან რა და თუ ეხა ერთი ადამიანი არის 100 ადამიანიდან, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად აი ამ ენემის ხმალი არ მოწონს თუ რაღაც ჩაქუჩი უნდა იყოს ან რაღაცა, ეგ არის ძალიან ელემენტარული რაღაც რა. კი ბატონო. და ანუ სწორად თუ გავიგე, ანუ იდეაში შენ თავიდანვე ირჩევდი შენს აუდიტორიას, რომელიც მოგცემდა feedback-ს. ანუ პირველივე კითხვა ის იყო, რომ თამაშობდა თუ არა ამ ტიპის ჟანრს, რომ გაგერკვია ლოგიკურ feedback-ს მოგცემდა თუ არა. კი, რეალურად ისეთ ადგილებზე ვპოსტავდით ხო ჩვენ, რომ მაგალითად Reddit-ზე subreddit-ი არის Metroidvania ჟანრის თამაშებისთვის და იქ რო პოსტავ, ესე იგი პირდაპირ იმ აუდიტორიაზე გადიხარ, ვინც შენი მოთამაშე არის რა მომავალში. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ. ასევე background-ზე მუსიკა არის ძალიან კარგი. მუსიკაზეც რო გითხრა, ანუ ვიზუალი გასაგები არის, ტესტით ასე შემდეგ გადაწყვეტე და ანუ მუსიკა როგორ შევხამეთ ვიზუალს, იმის და მივხედავთ, რომ იდეაში სტუდიაში როგორც ვთქვი, არ ყავთ აუდიო ინჟინერი ან ხმის ეფექტების არტისტი. მაგაზე ვიტყვი ესეთ რაღაცას. პირველად დემო ვერსია როცა გავაკეთეთ, მაგ დემო ვერსიაში აუდიოები ჩვენ გავაკეთეთ, ანუ საუნდ ეფექტები, აი რო ვთქვა მაგალითად ვიყენებ ამ შემთხვევაში ვაკეთებ საუნდ ეფექტებს მე, მაგრამ ყავს ერთი ადამიანი აუთსორსზე, რომელიც Digital Dragon-ზე გავიცანით
და მუსიკებს გვიკეთებს ის ადამიანი. და მოკლედ კუბადან არის თუ სწორად მახსოვს ეს ადამიანი რა, ქართველი არ არის. და პოლონეთში გაიცანი. პოლონეთში გავიცანი ტიპი ხო, რომელიც მუსიკაზე მუშაობდა. რეალურად მუსიკაზე ძალიან ბევრი ადამიანი მუშაობს, უბრალოდ მან ბევრი რაღაც არის, რომ მაგალითად სტილში რაღაცნაირად უნდა ჩაჯდე, მეორე არის რომ მაგალითად ბიუჯეტი, რა თქმა უნდა, ისეთი უნდა იყოს, რომ რავი, კონდეს უიდე და სათხარ ძალიან გამაჩი. ხო, ნუ ეგრე არის. სხვაგან ძალიან ვშჯით users როცა კვდება ამ შემთხვევაში. აი, სხვაგან წავთ ჩემი არჩევანი. კარგი, ესე იგი რას ვამბობდი? ხო, მუსიკაზე ძირითადად ეხლა გვაქვს შეტანილი პირველი სტეპი არის, რაღაც რამდენიმე დღის წინ, რაღაც 2 დღის წინ შევიტანეთ ეხლა აუდიოები. ეხლა მე არც მესმის შენი თამაშიდან წამოსული ხმა, მაგრამ ambience-ები, მოკლედ გარემოს ხმები შემოვიტანეთ მაქსიმალურად ისე რომ რაღაცნაირად გარემო გაძლევდეს მაგ ეფექტს, რომ სათხარ და რა ხდება გარემოში, მაგალითად გვაქვს F-მოდი ჩაშენებული, ესეთი software-ი არის, პროგრამა და გვაქვს ესე ვთქვათ ივენთები რა, კონკრეტულ ლოკაციაზე როცა მივალ, ეს კონკრეტული ტრიგერი გააქტიურებს კონკრეტულ ხმებს, რაც არის მაგალითად cave-ის ხმა რა, ანუ გამოქვაბულის ხმა, რაღაც დაგუდული ხმა, რაღაც ადგილები შეიძლება იყოს, სადაც, რავი, ძვლების ხმა ისმის და ასე შემდეგ რა. ასე რომ ბევრს მუშაობთ ამაზეც, მაგრამ ჯერჯერობით, რა ვიცი, კიდე ბევრი არის ამაზეც სამუშაო რა. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს კიდე? ეხლა ისეთ ლოკაციაზე. ასეთი რაღაცა. ოკეი. აქ რა ხდება? ეხლა ისეთ ლოკაციაზე ხარ, სადაც ჯერ მე მგონი არც გვაქვს გაკეთებული არაფერი, ანუ პროსტა გარემო არის და ენემები. დავათვალიერებ ლამაზად. კი ბატონო, დავათვალიერებ თქო. აქედა ხო? თუ აქ ვერ შევდი. მანდ ვერ შეხო, ხო. დაკეტილი არის ისედაც. აი, გამიძე რა. არა, всё, გაბაგე. ახლა ისო დამსვოს, აჰა, გასაგები. ქვემო წავიდე თუ ან ზევითადი, აი ცენტრი, ხო, მაგიდან ზევითადი შეგიძლია. ესე წავიდე. აი მანდ კი. ხო, მაინტერესებდა ესეთი რაღაცა, უკვე უფრო ტექნიკური საკითხი. ანუ ამ ხელ თამაში არის. ამის ოპტიმიზირება, ბაგ ტესტინგი, QA, ანუ ძალიან დიდი ნაწილი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის თამაშისთვის QA, სანამ ბოლოში გახვალ, აუცილებლად გჭირდება ხალხი, ვინც ამ თამაშებს დატესტავს და მოგცემს რელევანტურ ფიდბექს, რასაც გაითვალისწინებ და თვითონ ბაგებსაც ჩაიწერ, აღმოფხრი და ასე შემდეგ. ანუ ამ ყველაფერს როგორ აუდიხართ, როგორც ერთ-ერთი პატარა სტუდია საქართველოში და თქვენც ისე ხართ თუ არა, რომ გიწევთ ბევრი რაღაცის გაკეთება ერთ ადამიანს, ანუ სხვადასხვა პროფესიების შეთვისება, QA ტესტერიც. გეტყვი. მოკლედ რო გითხრა ოპტიმიზაციაზე, დემო ვერსიაში ჯერ ჩვენი ესე ვთქვათ მთავარი მიზანი იყო, რომ უბრალოდ ვიზუალი მექანიკები გაგვეტესტა და ოპტიმიზაცია ასე თუ ისე აი ძალიან ისე პრიმიტიულად გავაკეთეთ და ამ საბოლოო ვერსიაში უკვე ძალიან ბევრი თული გვაქვს იმისთვის, რითიც ვაკეთებთ ოპტიმიზაციას. მაგალითად, ეხლა შენ რასაც ხედავ, სამყარო იტვირთება ძალიან, ესე ვთქვათ, ნელ-ნელა იმის მიხედვით თუ სათხარ. რაღაცა ლოკაციებზე რო გადიხარ, მაგ დროს კი, აი მაგ თულზე, მამანდ მივდიოდი ზუსტად. ახლა გვითხარი AI-ის და game development-ის ურთიერთქმედება. ეგ თული რო ვნახე, მე პირადად ძალიან მომეწონა. გეტყვი, მოკლედ, ეხლა ჩვენ გვაქვს რამდენიმე კი არა და ძალიან ბევრი თული გვაქვს რეალურად იმისი, რომ გავაკეთოთ ოპტიმიზაცია და ზოგადად სტრუქტურა შევიმუშავეთ ძალიან ბევრ რაღაცაში. მაგალითად, ერთი ის რომ ჯერ დავახარისხეთ ძალიან ბევრი ობიექტი არის ხო გარემოში, დაახლოებით 10 საათამდე gameplay იქნება ჯამში, რა ჩვენი გათვლებით, ხო?
და გვაქვს ძალიან ისეთი ბევრი ადგილი, სადაც ფიზიკურად ყველაფერი რო ჩატვირთო, მოკვდება კომპიუტერი რა, ანუ შანსი არ არის რომ გაუძლოს. და ამის გამო, ანუ რაღაცა ლოკაციაზე რო გადიხარ, იშლება საერთოდ სცენიდან ის ობიექტები, რომელიც არ არის საჭირო, რაღაცა მომენტებში კიდე არასაჭირო ობიექტები, ხო, მოკლედ მიდის და მოდის. აქ გვაქვს მოკლედ ისეთი თული გაკეთებული და სხვათა შორის AI გამოვიყენეთ მანდ რა კუთხით. ზოგადად დეველოპერები ხშირად დაკავებულები არიან იმითი, რომ გააკეთონ მაგალითად enemy სისტემა, გააკეთდეს მაგალითად character-ის კონტროლერი და ძალიან ბევრი საქმე არის დეველოპერისთვის, ხო? და მე პირადად მაგალითად ძალიან მიყვარს ისეთი თულების გაკეთება, რომელიც მე საქმეს ამარტივებს. მაგალითად გავაკეთეთ დაბა ზუსტად კოდის წერა არის. კოდის წერა ადრე წლების წინ წერდი, მაგრამ ეხლა საერთოდ არ მახსოვს, მაგრამ ისეთ დონეზე შემიძლია გარკვევა, მაგალითად რა როგორ მუშაობს, წარმოდგენა მაქვს და ვიცი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია, ნუ ამ მიმართულებით, რა ვიცი, ვარსებობ აქ რა. ხო და მოკლედ კოდს ძალიან ხშირად ვაწერინებ, მაგალითად კლოდის ვიყენებ უშუალოდ თულების გასაკეთებლად და ეს თულები რეალურად გვეხმარება იმისთვის, რომ სწრაფად ვიმუშაოთ. მაგალითად level design-ი, აი გარშემო რაც ხედავ, ჩვენმა დირექტორმა რო ეს ყველაფერი დააწყო, ძალიან ესე ვთქვათ, მარტივად დააწყო ეს გაცილებით, ვიდრე მაგალითად Unity-ში პირდაპირ ვაიღებდი და თულების გარეშე გააკეთებდი ამ ყველაფერს, ხო? კიდევ მაგალითად თულები ძალიან ხშირად დაგვჭირვებია, რომელიც AI-ით გავაკეთეთ ასევე, რომელიც იყო მაგალითად რაღაც ბაგები რო გქონია თამაში, ან რაღაც ოპტიმიზაციის კუთხით რაღაც პრობლემები არის, მაგეების სწრაფად საპოვნელად გაგვიკეთებია მსგავსი თულები და ასე შემდეგ რა. ასე რომ ძალიან გვეხმარება AI, მაგრამ რაც შეეხება უშუალოდ ასეტებს და გარემოს და ასე შემდეგ, ჩვენი არტისტები მუშაობენ მთლიანად და ნუ არაფერი არ არის რამე, რაც AI-ით არის აქ გაკეთებული. აქ რა ხდება? აქ რა ხდება და უნდა მოკლა ეს ენებიები, რომ ეს გატეხო ხა ეს. უნდა გატეხო რომ მოკვდებიან. ჰალო უნდა ვესროლო? ხმლითაც წდება თუ სწორად მახსოვს. აი ეგ არის ისე. გატყდა. ნუ ხო, როგორც ხედავ რა, ანუ ეს რადგან სატესტო ბილდი არის, ხო, ანუ ჯერჯერობით რა ვიცი, ჩვენც ეხლა დავიწყეთ ტესტირება, თამაშებადი ვერსია, ერთ-ერთი პირველი არის მოკლედ ეს. ასე რომ ძალიან ბევრი ბაგია, ძალიან ბევრი ის არის, რა ქვია, ლოკაციებს რო გადადიხარ, ჯერ ბევრი აი ეს ტრიგერებიც კი ჩანს აქ გარემოში და ასე შემდეგ, მაგრამ ნუ ეს არის მოკლედ დეველოპმენტი რა და ყველას ვეთყვი იმას, რომ აი არ მოერიდონ საერთოდ იმას, რომ გაუზიარონ community-ს თუნდაც ძალიან გაბაგული ვერსიები, იმიტომ რომ ხალხი როცა ხედავს, რომ რაღაც თამაშს აკეთებ და რაღაც ბაგები გაქვს, მომავალში შენ თუ გაასწორე ეს, ანუ ხვდებიან, რომ მიდის პროგრესი რა და ეგ ცუდი საერთოდ არ არის, პირიქით ძალიან კარგი რაღაცა არის. და სად შეუძლია game developers გააზიარონ ეს ყველაფერი? გამოიწერეთ ჩვენი რაღაცა Telegram არხში. გამოიწერეთ ჩვენი არხი, ასევე შემოგვიერთდით Telegram ჯგუფში, სადაც გაიცნობთ სხვა developers-ებს, მიიღებთ feedback-ს developer-ებისგან და გამოცდილი ხალხისგან. როგორც რომ ახსენა თავიდანვე, ძალიან მნიშვნელოვანი სადრეულ ეტაპზე feedback-ს აგება ესეთ ხალხისგან, ვისაც რაღაც ტიპის გამოცდილება აქვს. და არასწორი feedback-ი რო არ გავიგოთ. წერან ახსენე შენ Steam-ი, demo და ასე შემდეგ. მაინტერესებს ახლა კითხვა მაქვს Steam-ზე. ანუ რა ეტაპი აქვს დეველოპერმა, რა ეტაპები უნდა გაიაროს, რომ Steam-ზე დაალისტოს თავისი თამაში, შექმნას Steam page-ი, გააკეთოს ეს wish list-ი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ როცა publisher-ებთან მივიდივართ უკვე publisher-ებთან კომუნიკაციაზე, იქ უკვე ვითხოვენ guilds და ასევე Steam page და wish list-ების რაოდენობას, რათა ნახონ ვალიდაცია რამდენად მოთხოვნადი არის ჩვენი ადრეულ ეტაპზე მყოფი თამაში. მოკლედ, ბევრს გონია ხოლმე, ძალიან ბევრს გონია, რომ ისე თავი. მოკლედ, ძალიან ბევრს გონია ხოლმე, რომ რაღაც იდეას მოპარავენ, ან მაგალითად publisher-ი აღარ მიიღებს მე იმ თამაშს როცა მაგალითად Steam-ზე უკვე დაანონსებული არის თამაში ან რაღაც მსგავსი, მაგრამ ჩემი პირადი რჩევა ალბათ იქნება, რომ რაც აქვთ მაქსიმალურად
დასაწყის ეტაპზევე გააზიარონ. იმიტომ რომ რაც მეტად აზიარებ, ხო, ანუ თავიდან როცა პირველ თამაშს აკეთებ, community არ ყავს, ასე რომ ვის უმალავ ამ ინფორმაციას წარმოდგენა არ მაქვს რა. ანუ პირიქით მაქსიმალურად ეცადე გააზიარო, რაც შეგიძლია ბევრი, რომ ბევრმა გაიგო, შეიძლება ბევრი ფიდბექი აიღო აქედან, ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო და ასე შემდეგ. და დემოს რაც შეეხება, ხო, ანუ დემო არის Steam-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანი milestone-ი, იმიტომ რომ როცა უკვე დემოს უშვებ, Steam-ი გაძლევს რაღაცა დონის visibility-ს და როცა visibility გაქვს, ამ visibility-ს შემდეგ უკვე იღებ ძალიან ბევრი user-ისგან feedback-ს და wishlist-ების რაოდენობასაც ზრდი. ხო და რაც უფრო დიდი ხანი გაქვს დადებული, ესე ვთქვათ, თამაში Steam-ზე, მით უფრო დიდი რაოდენობა wishlist-ი გექნება საბოლოო ჯამში, ასე რომ ვთქვათ. ხო არ გაიჭედე შემთხვევით. ეგ ჰაკი არის, ესე ვთქვათ და შეგიძლია მე მგონი რომ მაღლა ახვიდე. ბრუნდები ზემოთ. ჰაქტული არის რაღაც მაშინ ეგ. სატესტოდ ძალიან მშვენიერი დავბრუნდი უკვე. გააგრძელი მშვენი რაღაცა სამობდი და კიდევ ერთი აქ მინდა ქიები რომ შევაგროვო რა. ხო, მაგრამ ეხლა შედიხარ. ეხლა ჯერჯერობით შედიხარ კი. დამხვდება რამე კონტენტი თუ არა? მან არ დავასპოილერებ რა ხდება. ჯერჯერობით. ნუ იდეაში რა დასპაუნდება რა. ხო, ჯერჯერობით არაფერი არ არის კი. ხოლოდ აი map-ზე გადადი და გეტყვი რა მონაკვეთებს შეგვიძლია. ანუ რა map-იც გახსნილი არის მანდ და პლუს ზედა და ქვედა ნაწილში მარცხენა მხარეს შეგვიძლია მოძრაობა ჯერჯერობით კი. კი, მაშინ ქვემოთ ექსპლორინგი კიდე შემიძლია. კი. ქვემოთ დავბრუნდები. კარგი, შემდეგი კითხვა მაქვს ასეთი, ქართველ დეველოპერებზე ვსაუბრობდით და იმაზე რომ თავიდან ვიოჩვენ რომ თამაშებ და რაღაც და ანუ ეს პრობლემა, რამდენად რეალური პრობლემა არის, არ ვიცი ზოგადად, მაგრამ შენი აზრით მაინტერესებს. როდესაც ანუ ახასიათებს ალბათ პატარა კომიტეტს ასეთ რაღაც რომ თავიანთი თამაშები უნდათ რომ შეადარონ უკვე AAA სტუდიების მიერ გამოშვებულ თამაშებს და ამიტომ არის ხოლმე ხშირად კომპლექსი რომ ანუ იმდენად სრულყოფილი და დახვეწილი არ არის რაღაც ცხენიათ რომ ანახონ და ასე რომ ძალიან ბევრი თამაში მინახავს Game Jam-ზე, როცა მოსულან ჯემერები და უბრალოდ უჩვენებია თავი თამაშები და ძალიან კარგ დონეზე იყო უკვე. და აი როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადალახვა ისე რომ დავაჯეროთ ამ ხალხს რომ უბრალოდ თავარია ყველამ ნახოს რასაც აკეთებენ და არავინ არ დააზრახავს მათ თუნდაც იმით რომ ბაგები ექნება მაგა თამაშებს. ანუ რეალურად ბაგებს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, როცა სატესტო რეჟიმში არის ან რაღაც მოთხოვნა არ არის ასეთი. ანუ იგივე რაღაცას ვიტყვი რა, რაც წეგან თქვი რომ თავარი არის რომ გააზიარო მაქსიმალურად რაც შეგიძლია მეტი რამ, იმიტომ რომ ამ პროცესში პოვი იმ შენს პირველ მომხმარებელს, რომელიც აუცილებლად გადმოწერს და იყიდის შენს თამაშს. და მათგან ფიდბექი ძალიან დაგეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდო შენი ის საზოგადოება, იმიტომ რომ ეს ხალხი დაგეხმარება, რომ დახვეწო, მოკლედ შენი თამაში ძალიან კარგ დონემდე. და კითხვა რა იყო კიდე დასაწყისში, ცოტა გრძელი კითხვა იყო და დასაწყისში რაც არ მახსოვს და ამიტომ კითხავ სხვა კითხვას. ოკეი. ესეთი რაღაც, ანუ ქართულ დეველოპერებზე რადგან ვსაუბრობდით, ბევრს უხსენებია და ჩემი აზრით ერთ-ერთი კიდევ დიდი პრობლემა არის სკოპის განსაზღვრა. ანუ ხშირ შემთხვევაში, როცა დეველოპერი ნებდება და თავის თამაში აღარ მუშაობს, არის ის რომ ვერ განსაზღვრავენ რისი გაკეთება შეუძლიათ რეალურად, ირჩევენ ძალიან დიდ სკოპს და ანუ შემდეგ რესურსების არ ქონის გამო ეს პროექტი აღარ ხორციელდება. აქ რა შეგვიძლია გითხრა, ანუ როგორი არის სწორი მიდგომა თავიდან როგორ უნდა განსაზღვროს ინდი დეველოპერმა თავისი სკოპი და ანუ რა ფასი უნდა აიჭან, რა გზას უნდა გაუყვეს. აუცილებლად ვიტყვი იმას, რომ ეგ არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანესი რაღაცა რა, იმიტომ რომ აი უყურე ჩვენც რო დავიწყეთ თავიდან სადღაც 6 თუ 7 წლის წინ რავი რაღაც თამაშის იდეა გქონდა რა და გვინდოდა მგონი რაღაც MOBA თამაშის გაკეთება, რომელიც იყო, რავი, League of Legends-ის და Dota-s მაგვარი თამაში, ხო? და ანუ
შეუძლებელი იყო რომ უბრალოდ ეგ გაგვეკეთებინა ჩვენ რა ჩვენი რესურსი. იმიტომ რომ ფიზიკურად არ გქონდა ცოდნა, მაგრამ ანუ ეხლაც ვიტყვი იმას რომ ძალიან მაგარი იქნება თუ მაშინაც კი გაუზიარებენ ძალიან ბევრ ადამიანს იმ ინფორმაციას თუ რასაკეთებენ, მოისმენენ სხვა ადამიანების რჩევას, მაგალითად თუნდაც რავი, შენთან რომ მოვიდნენ, შენ გითხონ, ხო? იმიტომ რომ ბევრი ცოდნა გაქვს ამ მიმართულებით და ბევრი პროდუქტი გინახავს, რომ დაწყებულა და აღარ დამთავრებულა, იმიტომ რომ თავიდან რო იწყებ პროდუქტს, ხო? ბევრი რაღაც არ იცი ჯერ და მაგ დროს ფიქრობ, რომ რაღაცა ეხლა ამას გავაკეთებ, მაგრამ დასასრული არ უჩანს ამას რა. და აუცილებელია რომ განისაზღვროს თუ რა არის დასაწყისი, რა არის დაბოლოება ამ თამაშის, რამხელა უნდა იყოს, უნდა გქონდეს რაღაც შესაძლებელი პროექტი მაგალითად რომ ესეც აქტული არის ჩვენი. ეს ლუხსრი ყველა. ეს ყველაფერი გავხსენე. Immortality შეგიძლია ჩართო და არ მოკვდები არასდროს. არ მჭირდება. არ ჩავთავ. PS დააჭირე და შეგიძლია გათიშო. ყველაფერი გახსნა. ხა წავიდე მითხარი. შეგიძლია მაღლახვიდან დაბლა, რა ვიცი. უბრალოდ არ მოკვდა. ეხა Immortality გაქვს შეგიძლია. აქ დამრჩა კიდე? შეგიძლია მან წახვიდე, იმიტომ რომ დამრჩა ქვემოთ. ანუ ეგ არის გახსნილი ალბათ ჯერ, რა ვიცი, მაგ ლოკაციის 20%-იც არა. ანუ ქვემოთ კიდე. გაცილებით ბევრი არის. ეს ვარ მე და ამიტომ მოკლედ რჩევა არის ხალხო რომ მაქსიმალურად გაუზიაროს ყველამ თავისი პროდუქტი რაც შეიძლება საწყის ეტაპზე და მიიღონ რაც შეიძლება ბევრი ფიდბექი არა მარტო პლეიერებისგან, არამედ გამოცდილ ადამიანებისგან, ვისაც გამოუვლია ეს გზა აქამდეც და იცის თუ რა პრობლემების წინაშე დამდგარა მოკლედ რაღაც პროექტი და გაწერილა მაგალითად, რავი, 3 წელი ან 4 წელი და საბოლოოდ არ დასრულებულა პროექტი. ამიტომ ჯობს რომ ძალიან მალევე გაარკვიოთ რას აკეთებთ და რამხელა პროექტი გამოგდით საბოლოოდ. კარგი, ახლა გადავდივართ ბოლო ეტაპისკენ, როცა გავაკეთეთ თამაში, უკვე Steam-ზე დავდეთ. და სხვათა შორის ბევრისგან გამიგია რომ არიციან Steam ივენთების შესახებ. ანუ უშუალოდ უკვე დაფაბლიშებულ თამაშს შემდეგ როგორ უნდა გავუყრე. ანუ რა დროს ანუ კარგი ტაიმინგი როდის არის, როდის უნდა დააფაბლიშო Steam ივენთები როცა არის და ასე შემდეგ. ანუ როცა უკვე იმ ეტაპს გადიხარო დეველოპერის მორჩი, აი შემდეგი ეტაპი როგორ ხდება? ანუ Steam-ზე დადება, მარკეტინგი, ინვესტორებთან ლაპარაკი, ანუ რა არის საჭირო, ანუ საკვანძო მომენტები, სადაც შეიძლება უკვე ეს დასრულებული პროექტი სადღაც რაღაცნაირად გაიყიდოს. კარგი. მოდი დავიწყებ მაშინ Steam-ზე ვიტყვი მაქსიმალურად მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რაც რა ვიცი ამ პერიოდის განმავლობაში დავაგროვე. არის პირველი ის რომ ძალიან მნიშვნელოვანი milestone პირველი Steam-ის არის, როცა გაუშვებ შენს page-ს, იმიტომ რომ იმ დღიდანვე გროვდება უკვე wishlist-ები და ყველა შეგიძლია უთხრა რომ შენ აკეთებ ამ თამაშს და წამოდი დავიშლისტე ჩემი გვერდი და გაულინკო. მეორე არის უკვე play test-ის გაშვება, როცა უკვე თამაშებადი ვერსია გაქვს და ეს play test-ი გეხმარება, რომ აი დემოც რო არ არის ჯერ და აი პატარა პროდუქტი გაქვს მოკლედ დემომდე ეშვება მოკლედ play test-ი. ამ play test-ის შემდეგ უკვე გვაქვს demo ვერსიას როცა უშვებთ, თუ სიტყვაზე დიდი ტრაფიკი შემოიყვანე გარედან და ასევე დიდი ტრაფიკი შემოგიყვანა Steam-მა, ანუ ასე მუშაობს რა Steam-ის ალგორითმი, რაც უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება გარედან, ანუ მაგალითად წარმოგიდგენთ 1000 კაცი მაგალითად შენ მოიყვანე, Steam-იც მაქსიმალურად ცდილობს, რომ თვითონაც მოგიყვანოს მოკლედ community რა და ბევრს ათამაშოს. დემოს კარგი ის აქვს კიდე Steam-ზე, რომ ცალკე page-ი კეთდება ამისთვის და უკვე შეიძლება რომ review-ები დაგიწეროს user-მა შეუძლია დაწეროს review, მაგრამ ეს review არ აისახება მერე საბოლოო შენს პროექტზე, იმიტომ რომ demo არის ჯერ რა. ამ demo-თი რეალურად შენ უკვე ტესტავ, რამდენად მზადაა შენი თამაში სერიოზულ, რავი, publish-ამდე რომ მიიყვანო. და შემდეგი ეტაპი უკვე არის უკვე რელიზის პერიოდი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ როცა თამაშს დაარელიზებ, რავი, მაგალითად 100-ობით, 1000-ობით YouTubers მიწერო, რომ მაგალითად უკვე აფაბლიშებ თამაშს, მისცე მაგალითად ქიები და რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ათამაშო შენი თამაში.
Steam-ი რასაც უყურებს ალგორითმის დონეზე არის playtime-ი, რამდენი წუთი თამაშობს ერთი იუზერი და რამდენ ხანს ატარებს თამაში. Რამდენად კარგი review აქვს და ზოგადად რამდენი review აქვს საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ 10 reviews როცა დაგიწერს მაგალითად 10 review რო შეაგროვე Steam-ზე, ეგ უკვე ნიშნავს იმას, რომ Steam-ი დამატებით visibility-ს გაძლევს და კიდე დიდი რაოდენობა მომხმარებელი მოყავს. და შემდეგი ეტაპი არის დაახლოებით 1000 review, როცა უკვე 1000 review-ზე რო ადიხარ, ეგ ნიშნავს იმას, რომ რაღაც დონეზე კიდე უფრო მეტად დაუმტკიცე Steam-ს, რომ შენ თამაშს აქვს დიდი ინტერესი და მერე კიდე უფრო მეტი ადამიანი მოყავს შენს page-ზე მოკლედ და შენს თამაშზე. ასე რომ Steam-ის ალგორითმზე მუშაობს მთლიანად ლოგიკურად და არ მუშაობს ისე რომ მაგალითად ფული გადავიხადე და რეკლამით, რავი, მაგალითად ბევრი ტიპი მოვიყვანე რა, ანუ Steam-ზე ეგეთი რაღაც შეუძლებელია. ეგ უნდა გატეხო. ანუ უფრო ყურადღება ექცევა ორგანულ მოთამაშეებს, ვინც ბუნებრივად ყურადღება ექცევა კი არა, ანუ მთლიანად მაღაზია არის დამოკიდებული Steam-ი რა, რომ რაც უფრო მეც გაყიდი, მით უფრო მეტი ინტერესი აქვს Steam-საც, რომ მაგალითად 30% მიაქვს ხო შენი გაყიდვიდან Steam-ს. ასე რომ მაგის ინტერესიც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი გაყიდოს იმანაც და შენც. შემდეგი კითხვა რა მაინტერესებს, უკვე publishing-ის დროს რამდენად მნიშვნელოვანია timing-ი. ანუ Steam event-ების თემასაც რო შევახოთ, არის რამდენიმე ტიპის event-ები და ან ბევრჯერ გამიგია შენთან, რომ არ ჩქარო, იმიტომ რაღაც event-ს უნდა დაამთხვიო. ანუ აი მანდ როგორ ხდება, არის სხვადასხვა ტიპის event, ძალიან ბევრი event-ი არის Steam-ზე და ანუ რომელს უნდა მიექცეს უფრო ყურადღება და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი. ხო, სხვათა შორის ბევრმა არ იცის, განსაკუთრებით დამწყებმა დეველოპერებმა არ იციან Steam-ის event-ების შესახებ, რაც რეალურად აი ვიტყვი რომ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის. და რა არის ეს ზოგადად რა კონცეფციაა, მაგას ვიტყვი. Steam-ზე როცა უკვე page-ი გაქვს, მაგ დროიდანვე შეგიძლია რომ იპოვო Steam-ის event-ები და Steam-ის event-ი არ არის აუცილებელი რომ იყოს მაგალითად summer sale-ი ან რავი, winter sale-ი ან რაღაც მსგავსი. ეს არის უშუალოდ Steam-ის event-ი, რომელიც Steam-ი აწყობს, მაგრამ არსებობს სხვა მაგალითი რო თქვა Gamescom-ი, ხო არის ერთ-ერთი event-ი, ოღონდ ფიზიკური event-ი. ამ ფიზიკურ events ასევე აქვს Steam-ის event-ი. ანუ ეს Gamescom-ი უთანხმდება Steam-ს, რომ მე ვაპირებ, რომ გავაკეთო event-ი Steam-ის ერთ-ერთ page-ზე. და Steam-ზე მოკლედ ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის და ნახულობს ამ events, აი მაგალითად Gamescom-ზე რა თამაშებიც მონაწილეობს. ამ თამაშებსვე ნახულობენ მე უკვე Steam-ზე. და მე ძალიან დიდი ტრაფიკი როცა შემოდის ფიზიკურად, ანუ შეუძლებელია რომ რაღაც რაოდენობა wishlist-ები არ დააგროვო აქედან. ზოგიერთი event-ი არის მაგალითად, შეიძლება იყოს მაგალითად რა ვიცი, შვედეთში შექმნილი თამაშების event-ი. და იღებენ მონაწილეობას მარტო შვედური სტუდიები. და მსგავსი ტიპის სხვადასხვა ტიპის event-ებია. მაგალითად 8 მარტოთ და 3 მარტს და 8 მარტს იყო ერთ-ერთი event-ი, სადაც იყო გოგოების მიერ თუ ქალების მიერ შექმნილი თამაშები. ან რაღაცა დეველოპერები თუ ყავს ამ თამაშს. მადლოსნები მაგ შემთხვევაში რაღაც შეიძლება რომ ამ Steam-ის event-ზე მიიღო მონაწილეობა. ასე რომ მსგავსი ძალიან ბევრი event-ი არსებობს, სადაც wishlist-ების რაოდენობას აგროვებ. და რაც შეეხება უკვე ინვესტორებს, ჩვენ შემთხვევაში ინვესტორებს კი არა, publisher-ებს, ინტერესი მაშინ გაჩნდა განსაკუთრებით ჩვენ თამაშზე, როცა უკვე შევძელით მიგვეყვანა თამაში დემოს შემდეგ ეტაპამდე, ანუ რაღაცა proof-ი გქონდა, რომ რაღაცა რაოდენობა wishlist-ები გქონდა Steam-ზე და ბევრს რო გონია რომ სიტყვაზე Steam-ზე არ მინდა ჯერ ჩემი თამაში დადება, იმიტომ რომ publisher-ები მერე უარს მეტყვიან, იმიტომ რომ ერთხელ უკვე დავაანონსე, მსგავსი რაღაცა არ არსებობს რა. აქ გვაქვს ესეთი შემთხვევა, რომ Steam-ზე რო გაქვს უკვე proof-ი და რო ხედავენ publisher-ები, რომ ბევრ ადამიანს აინტერესებს შენი თამაში, მაგ შემთხვევაში ხდება, რომ შენი თამაში გაიყიდება, ხო? ძალიან ლოგიკურია. მაგიტომაც მერე უკვე ინტერესს იჩენენ რა. და ჩვენ შემთხვევაში მივიღეთ დაახლოებით, რო გითხრა, დაახლოებით არა, ზუსტად გეტყვი, 4 ოფერი გქონდა სხვადასხვა publisher-ისგან, მაგრამ ფიზიკურად აი ძალიან ცუდი ოფერები იყო რა, რო გითხრა და ცუდ ოფერებში გულისხმობ ძალიან დიდი პროცენტი უნდათ პირველი და მეორე ის არის რომ არ მიჯერა ფიზიკურად რომ აი კონკრეტულად ეგ publisher-ი გააკეთებდა კარგ მარკეტინგს რა.
ანუ ისეთ რამეს, რასაც ჩვენ ვერ გავაკეთებდით. მაგალითად, რა ვიცი, გვპირდებოდა რომ იუთუბერებს მიწერდა ეს პაბლიშერი, მაგრამ საბოლოო ჯამში რო ვნახე, რა ვიცი, წელიწადში 20 თამაშს აფაბლიშებდა ეს პაბლიშერი და ჩვენ თამაშის ის ერთ-ერთი იქნებოდა, რომელიც ან გაიყიდებოდა ან არა. ამიტომ ანუ დიდად ვერ მოვიხიბლეთ ამ ოფერით და გადავწყვიტეთ, რომ ისევ ჩვენით გავაკეთოთ პაბლიში რა. ამიტომ რა ვიცი, ვნახოთ. რა გამოვა. აი ინვესტორებზე და უფრო ბიზნეს მხარეზე ვლაპარაკობ და ასეთი კითხვა მაქვს, რამდენად სწორი ინვესტიცია არის, აი უკვე თამაში დავასრულე, დეველოპმენტს გავედი, ასე თუ ისე Q&A ჩავატარე, ვიცი რაღაც ბაგები, ნუ მაინც ასეთ ეტაპზე არის, რომ უკვე ინვესტორებისთვის ზად არის. ამ პერიოდისთვის უკვე რამდენად სწორი ინვესტიცია არის დაასწრება ისეთ ღონისძიებებზე, როგორც არის თუნდაც კრაკოვში Teacher Dragon-ი, Poznan Game Arena და ასე შემდეგ. ანუ დეველოპერები მზად არიან ყველაფრისთვის, რომ ანუ ყველაფერი გაიღონ, იმის რომ თავის თამაში წარმატებული გახდეს და გაითქვა სახელი. ადრეულ ეტაპზევე ანუ რამდენად სწორი ინვესტიცია არის, როცა არ გაქვს მაგალითად wishlist-ები, არ ყავს community, უბრალოდ გაქვს დასრულებული თამაში. რამდენად სწორი ინვესტიცია არის, როცა ხარჯობ ფულს მაგალითად ღონისძიებაზე წასვლაში. მოდი მანდ ვიტყვი ესეთ რაღაცას. რომ თუ უკვე თამაში გაქვს მზად, მაგრამ ჯერ community არ ყავს, ან ბევრი რაღაც არ გაკეთებული, უკვე შეცდომა არის ძალიან დიდი შენი რა. და რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზევე, როცა უკვე რაღაც პირველი თამაშებადი ვერსია გაქვს, ან თუნდაც მაგალითად რაღაც პატარა კონტენტი, რომელიც რაღაცა ბილდად შეგიძლია რომ წარადგინო, თუნდაც მაგალითად 10 წუთიანი გეიმპლეი არ აქვს მნიშვნელობა. უკვე უნდა დაიწყო კომუნიკაცია, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან. ჩვენი შემთხვევა რო გითხრა, ჯერ მხოლოდ ვიდეოები გქონდა ხოლმე, როცა ივენტზე დავდიოდით და ხალხს ვაჩვენებდით. მე ეს პაბლიშერები, ვისაც ვაჩვენეთ, მეორე წელს ვნახეთ და მე უკვე ვახსოვდით ამ ტიპებს, რომ მაგალითად ვაკეთებდით ამ და ამ თამაშს. მე ნახეთ, რომ პროგრესი გქონდა მეორე წელს. მესამე წელს რომ მიხვალ, ნუ ამ შემთხვევაში წლებზე შეიძლება იყოს მაგალითად რამდენიმე თვეში ერთხელ მიხვიდე, ხო? აპდეიტით. რო ხედავს უკვე პაბლიშერი, რომ რაღაც აპდეიტებს აკეთებ და სტაბილური ტიპი ხარ, ხო? მაგ შემთხვევაში უფრო მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე მაგალითად უკვე რომ დავასრულე თამაში და всё რა. ანუ ვერ ხედავ იმის საჭიროებას, რომ სიტყვაზე თავიდან ბოლომდე თამაში დავასრულო და მე მივიდე პაბლიშერამდე რა. ანუ ეგ არ მგონია სწორი. ამიტომ ისევ და ისევ, რაც შეგიძლიათ, რა კონტენტიც გაქვთ, გააზიარეთ, რაც შეიძლება ადრეულ ფაზაში. კიდე ახლა ამ თამაშს მაინტერესებს სხვა თემაზე გადავალ, მაგრამ ალბათ არა უშავს. თვითონ enemies ტიპები, ანუ როგორ შეიმუშავოთ, ან ეს ფაზლები, ან enemies ტიპები, ანუ უბრალოდ ერთმანეთში შეთანხმებით გააკეთეთ და ტესტინგი თუ ანუ რა იდეები იყო ეს ფაზლების გაკეთება და enemies ტიპის ახლა ეს ბოსი საკმაოდ საინტერესო არის. ბევრი სხვადასხვა ტიპის შეტევა აქვს და ალბათ რო არ მქონოდა ჰაქტული, აქამდე 1000 ჯერ მოკვდებოდი. აქ გვაქვს მოკლედ ასეთი რაღაც თავიდან ქონდა დემოში რამდენიმე სადღაც 3 თუ 4 enemies ტიპი, რომელიც basic ტიპები იყვნენ და გავტესტეთ, ხო? და პარალელურად გქონდა ყველა ბოსის, ყველა enemy-ს ჩამოწერილი აბსოლუტურად ყველა დეტალი ერთ-ერთ მაგალითად პლატფორმაზე. ჩვენ შემთხვევაში Confluence ვეყენებდით, Jira მიციცის მაგალითად Atlassian-ის არის, რა ქვია, ერთი. და მან მოკლედ გქონდა გაწერილი ყველა დეტალი, მაგალითად ეს enemy ერთ დარტყმას აკეთებს ჯერ რაღაცა წიგნებს აჩენს და ტრიალებს აქ და ამ მიმართულებით. ამ ყველაფრის წერილობით ფაზა გქონდა მოკლედ გაკეთებული და შემდეგი ეტაპი არის უკვე როცა ამის ვიზუალიზაციას ვაკეთებთ ჩანახატების ძალიან უხეშ დონემდე. შემდეგ უკვე მაგის პროტოტიპირება მიდის დეველოპერთან ერთად ბოქსებით, იმიტომ რომ თავიდან ჯერ ბოქსები არის და არანაირი ანიმაცია, არანაირი ვიზუალი, ანუ ძალიან უხეში ბოქსები თამაში მიდის და მაგ დროს ხდება უკვე იმის ტესტირება თუ რამდენად რეალურია ამ enemies და ზოგადად ბოსის ბრძოლა რა და რამდენად გასართობია მოკლედ ეს თამაში.
მერე უკვე სიტყვაზე რა მექანიკებიც მოგწონდა ვტოვებდით, რა მექანიკებიც არ მოგწონდათ, ან ვცვლიდით, ან ვაუმჯობესებდით და საბოლოო ჯამში, როცა უკვე ყველაფერი მუშაობდა, მერე უკვე ვიღებდით იმას, რომ მოდი დავიწყოთ ანიმაციებზე მუშაობა. იმიტომ რომ თავიდანვე თუ დაიწყებ ანიმაციებზე მუშაობას, რა თქმა უნდა, მოხდება ისე, რომ ძალიან ბევრი შრომა ჩაგეყრება წყალში და როცა უკვე ბოლოს გატესტავ, საბოლოო ჯამში შეგრჩება ფუჭად დახარჯული დრო რა. ანუ ისევ სტუდიაში დასხლებოდით, მონახაზს გააკეთებ და შემდეგ უკვე ტექნიკურად ჯერ ტექნიკურად დამუშავდით და შემდეგ ვიზუალები ბოლოს. კი. ეგ აუცილებელი რაღაც არის ალბათ რა, რაც შეიძლება იყოს. ან ყოფილა ხოლმე შემთხვევა, რომ რაღაც ენემიები რო ყოლია უკვე გამზადებული, მაგალითად მოძრაობის ანიმაცია აქვს და ხტომის ანიმაცია აქვს, შეიძლებოდა რომ ის უკვე არსებული ქერექტერი გამოგვეყენებინა, ოღონდ სხვადასხვა მექანიკებით და მე ვიზუალსაც ვცვლიდით რა მაგის მიხედვით. კარგი, გავიდეთ უკვე ალბათ ბოლოსკენ. ახლა გითხარი, შენ ეს რა წარმატებები მოიტანა უკვე ამ დამბრიელმა, რა შედეგზე გახვედი, რამდენი 2-3 წელი რაც მუშაობ, რა შედეგზე გახვედი იმ სტეპებით, რაც ახლა შენ მოგვიყევი და გვაინტერესებს ხო, ანუ რა მიღწევები იყო, რა ნახე ინვესტორებზეც გითხარი და ასე შემდეგ, ანუ ამდენხნიანი წვალების შემდეგ გიფასდება თუ არა, რასაც უყურებ. კაი, პირველი განსაზღვრელი, ასე ვთქვათ, success-ის არის ალბათ ვიტყვი, რომ wish-list-ების რაოდენობა, იმიტომ რომ wish-list-ები ძალიან განსაზღვრავს თუ რამდენი გაყიდვა ექნება შენს თამაშს საბოლოო ჯამში და ამჟამად გვყავს დაახლოებით თუ სწორად მახსოვს 10,000-მდე wish-list-ი Steam-ზე. და მეორე ალბათ არის ის რომ Digital Dragon-ზე გამარჯვება ერთი იყო. მერე ის რომ სიტყვაზე დაახლოებით 2,000-3,000 პლეიერი ყავდა თუ სწორად მახსოვს Steam-ზე, როცა დემო გავუშვით და რა თქმა უნდა მერე მეტს ველოდებით უკვე გაყიდვების შემდეგ. და ალბათ ინვესტიციაც უკვე მოხდა ლოკალურად, ანუ როცა უკვე გააქვს რაღაც პროდუქტი, მაგ დროს უკვე შეგიძლია გაფიჩო, ხო? და რაღაც პრუფი უნდა გქონდეს იმისი, რომ ნამდვილად რაღაცას გააკეთებ. და ჩვენ შემთხვევაში, დაახლოებით 6 წელი რაც ვარსებობთ თუ 7 წელი რაც ვარსებობთ და სადღაც 20-მდე პროექტი გქონდა გაკეთებული. შეიძლება ჩვენი პროექტები არ იყო ეს, მაგრამ საბოლოო ჯამში იმის პრუფი გვაქვს, რომ ნამდვილად დავასრულებდით თამაშს და ამ ინდუსტრიაში რაღაც ძალიან დამწყებები არ ვიყავით, ხო? და ეგ დაგვეხმარა იმაში, რომ მე უკვე ინვესტიცია მოგვეძიებინა და დაგვესრულებინა მოკლედ პროექტი. და ჩვენი პროექტი დაახლოებით, რა ვიცი, ველოდებით, რომ ზაფხულში უკვე უნდა გავიდეს ბოლოში და ხალხ შეეძლებს უკვე ხალხი, რომ უკვე ითამაშოს საბოლოო ვერსია. ამ შემთხვევაში. კარგი. იგარი. ბრძანეთ. ხო, მოკლედ ახლა რასაც თამაშობ რეალურად იმ ეტაპზე არის, რომ კონტენტი თავიდან ბოლომდე მზად გვაქვს, მაგრამ ხდება ამ კონტენტის შეკვრა და ბალანსირება. და ეს არის უკვე ბოლო ეტაპი, სადაც QA მიდის და ბევრი ტესტირება უნდა ჩავატაროთ და მივიღოთ საბოლოო შედეგი რა. ახლა წავედი. ახლა წახვედი ისეთ ლოკაციაზე, სადაც სეკრეტ ლოკაცია არის და არაფერი არა. კარგი, მაშინ გავიდეთ ბოლოსკენ. ახლა მითხარი, რა რჩევას მიცემ ქართველ გეიმ დეველოპერებს, როგორც დამწყებს, ასევე პროფესიონალს ზოგადად. რა ტიპის რჩევას გასცემ და ასევე დიახ. პირველი რჩევა იქნება ის, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს ელაპარაკონ, გაუზიარონ თავისი იდეებით და კონტენტის რაც აქვთ, იმიტომ რომ ხალხო არავინ არ მოგპარავთ მაგ იდეას, ანუ ყველას თავისი საქმე აქვს და იდეა არ არის აქ მნიშვნელოვანი. აქ მთავარი არის, რომ იმის შესაძლებლობა, ანუ იქამდე მიიყვანო ეს ყველაფერი, რომ გამოუშვა ეს თამაში რა, იმიტომ რომ რომელი ქართული თამაში ახსენდებათ იმისთვის, რომ რავი მაგალითად რომელიმე სტუდიამ მოიპარა რომელიღაც თამაშის იდეა და რა ვიცი წარმატებული გახდა. ანუ ეგეთი შემთხვევა რა ვიცი რა ვინოს ახსენდება? არა. ხო და ამიტომ ნუ მიექცევენ ყურადღებას ვინ რას აკეთებს,
მაქსიმალურად გააზიარონ ყველაფერი და პლუს ერთი რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რომ შემოვიდნენ თუნდაც GGC-ის community-ში Telegram-ზე დაგვემატონ და ძალიან ბევრ ადამიანს ნისგან მიიღონ მოკლედ რჩევა და გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილებები რა. ასე რომ რა ვიცი, ეგ იქნება ალბათ ერთადერთი რჩევა რა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი პირველი სტუმარი ამ საპილოტე პროგრამის იყო გიორგი ჭყრუნიშვილი, იგივე ჭყრუ, სტუდია მედმოა, თამაში დამბრიელი. თქვენ კი ჩვენო მაყურებელო, მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, შემოხვიდეთ Telegram ჯგუფში, სადაც ბევრი საინტერესო რაღაც ხდება, იქნება ბევრი სიახლეები და ასე შემდეგ, ასე რომ კარგი იქნება თუ Telegram-ზე შემოხვალთ არხის გამოწერასთან ერთად. ასევე გაგვიხარდება თუ კომენტარებში დაწერთ ფიდბექს, გამოგვეხმაურებით, ანუ რამდენად მოგეწონათ ეს საპილოტე პროგრამა, გავაგრძელოთ თუ არა, თუ გაქვთ რამე იდეა, რასაც მოისმენდით, ვინ იყოს შემდეგი სტუმარი, რა თამაში განვიხილოთ და ზოგადად ძალიან გაგვიხარდება თქვენგან უკავშირი, დაგემშვიდობებით და კარგად ბრძანდებოდეთ. დროებით.